გამარჯობა გრიზლი. მაინტერესებს ეხლა დეკემბერში რო გექნება ჩხუბი გოძილასთან. აი ესე აპირებ ისევ ჩხუბ? არა, ესე აპირებ. ვერ დამარცხავ ხან? ეს ხუმრობით, მაგრამ ყველა მიცის რომ გოძილა არის ანდერდოგი შენთან რა. ხო, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი კითხვა გაუჩნდა ხალხს ის რომ რატომ იდექი მაინც და მაინც ეგეთ დგომში? ეს დიდი ხანი ვიმუშავე ამაზე ჩემ ტრენერთან ერთად. ქონდა სტრატეგია, მარჯვენა ხელით უნდა დამეჭირა გიოფაცია. მაგრამ დავიღალე, ყველაფერი ჩაიშალა ჩემი მხრიდან. იომ ბევრჯერ შეცვალა თავისი სტრატეგია და მე არც ერთხელ რა და სტრატეგიის სიმცირის გამო ვერ გადავეწყე ვერანაირად და მაგის გამო წავაგე ეს ბრძოლა. თორე რომ მესამე რაუნდშიც რო გადავსულიყავი სტანდარტულ დგომზე, ჩემი აზრით შევწვიდი ბრძოლის შედეგს. გასაგებია და კიდევ ერთი რაღაცა მაინტერესებს გოძილას თუ გაივლი რა გეგმები გაქვს და კონკრეტული თუ არის ვიღაცა ვინც უნდა გამოიწვია? ჯერ გოძილა არის გასავლელი, არ მიყვარს მოწინააღმდეგის შეუფასებლობა, დიდ პატივს ვცემ, დიდი ბიჭია. მომზადება მჭირდება ამისთვის, რომ გავიარო გოძილა. ეს ერთი სიტყვა არ ნიშნავს იმას, რომ მორჩა და გადავახდით. არავითარ შემთხვევაში პირიქით. მზადყოფნაში უნდა ვიყო, რომ გავიმარჯვო აქ და გეგმები მაქვს, რა თქმა უნდა და თუ ისე იქნება ჩემი კარიერა, რომ მარცხი აღარ მექნება, რა თქმა უნდა, იმ კაცს გამოვიწევ ისევ, ვისაც დავმარცხდი. გასაგებია, მადლობა დიდი ძმო.